ესე იგი თქვენ რო იცოდეთ ახლა რა კატეგორიის ნაკვეთს ხდიან სადაოდ, ნამდვილად არ გიქნებათ სურვილი რომ უმოქმედოთ იყოთ და დაელოდოთ როდის გააკეთებს ვინმე თქვენ მაგივრად თქვენ გასაკეთებელს. ამიტომ ყურადღებით მოусმინეთ ამ ვიდეოს და შეეცადეთ ეს მაგალითი და გამოიყენოთ თქვენ სასარგებლოდ და იგივე შეცდომა არ დაუშვათ თქვენც. ესე იგი დიდი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ კონკრეტულ ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტები, სრული მასალები, განაწილების გეგმა, ორგანიზაციული ნახაზი, წიგნაკი, ნუმერაციული სია, პრაქტიკულად ყველაფერი და როდესაც ყველაფერი იქნა ნანახი და აღარაფერი უნდა გამختارიყო წესით სადაო, მარეგისტრირებელმა სადაოდ დააყენა საკითხი მის შესახებ, რომ ეს კონკრეტული ნაკვეთი შეიძლება აქ არ მდებარეობდეს, სადაც ჩვენ ვითხოვთ. თან ამას იძახის ისე რომ არც უთითებს აი აქ თუ არა ის სად შეიძლება იყოს და ეს ყველაფერი მივიდა იქამდე რომ უარი გვითხრეს შეწყვეტეს წარმოება და დღეს გასაჩივრებულია და დავობთ იმის შესახებ ეს კონკრეტული ნაკვეთი იმყოფება ამ ლოკაციაზე სადაც ჩვენ ვითხოვთ თუ იმყოფება სადმე სხვაგან. ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აი რა არის ამაში თითქოს სადაო, მაგრამ სადაო არის ის რომ არ ეთმობა მარეგისტრირებას ეს ნაკვეთები და არ უნდა რომ დათმოს და ყველაფერს აკეთებს რომ თქვენი განწყობები იმგვარად ჩამოაყალიბოს რომ ასეთი ნაკვეთების რეგისტრაცია არის შეუძლებელი და ეს ყველაფერი ხდება წარმოიდგინეთ იმ პირობებში როცა საჯარო რეესტრს ყავს გეოდეზიის სამსახური, კარტოგრაფიის სამსახური და ჩვენ რომც არ გქონდეს მოძიებული ეს დოკუმენტები, წესი თვითონ უნდა ახერხებდნენ ამ ყველაფრის მოძიებას და დაიდენტიფიცირებას, მაგრამ არათუ დამოუკიდებლად აკეთებენ ამას, აი ჩვენ წარმოიდგინეთ გამზადებული დაღეჭილი მასალები მიუტანეთ და ამ პირობებშიც კი ადამიანს ეუბნებიან რომ აი აქ მგონი არ მდებარეობს ეს ნაკვეთი და ამიტომ უარს გეუბნებით რეგისტრაციაზე. ეხლა რა არის გამოსავალი ამ ჩეხური მდგომარეობიდან და ამ შედეგებს და ამ მაგალითებს რა თქმა უნდა გავასაჯაროებთ, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში, სადაც გაქვთ მასალები და უჭირთ დადგენა მდებარეობის, თქვენ უნდა მოითხოვოთ ძველი განაწილების გეგმის, ტოპოგრაფიის, გამოყოფის ნახაზის დადარება თანამედროვე რეალობასთან და ამგვარად დაავალდებულოთ გეოდეზიის და კარტოგრაფიის სამსახური, რომ ეს წარმოდგენილი მასალები დაადაროს არსებულ რეალობას. აი ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ აი არავის არ აქვს ნაკვეთი აქ რეგისტრირებული და რატომ შეიძლება იყოს აქ? გეგონი მას სავალდებულო არის, რომ ეხლა ვიღაცა თუ დაარეგისტრირა ეს რაღაცნაირად შემოქმედებასაც ასახავს, მაგრამ არა, აი რაღაც მიზეზები არის, ამ მიზეზებზე არიან გამოკიდებული, მიზეზები არ ელევათ და ამიტომ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ გასაკეთებელს ვერავინ სხვა ვერ გააკეთებს. უნდა გააკეთოთ თქვენ და უნდა იმოქმედოთ თქვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველა ქონება ძალიან ლამაზად 2025 წლის შემდეგ საბოლოოდ გახდება სახელმწიფო საკუთრება. ამიტომ იჩქარეთ, სანამ ჯერ კიდევ დრო გაქვთ, რომ თქვენი მოთხოვნები დაიკმაყოფილოთ.